ეს გაირკვევა თუ რა დათქმებით ცნობენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება დროებით და კონკრეტული დათქმებით შესაძლოა 2025 წლის აპრილამდე გაუგრძელდეს. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წამოიწყოს ინკლუზიური პროცესი, აღმოფხვრა საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებული ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პოლიციელების მხრიდან ადამიანებზე ძალადობა, სრულად დაიცვეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს. სწორედ ამ რეზოლუციის პროექტზე გამართავენ დებატებს სესიაზე ევროსაბჭოს წევრები და დღის ბოლოს კენჭს უყრიან აღნიშნულ დოკუმენტს. ცვლილებებს ითხოვს ქართული საპარლამენტო დელეგაცია აღნიშნულ დოკუმენტში შესაბამისი შესწორებები მათ უკვე დაარეგისტრირეს, მათ შორის ერთ-ერთი შესწორებით დელეგაცია საუბრობს, რომ არ არსებობს ახალი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი. სესიაზე განიხილავენ როგორც კომიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, ისე მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ შენიშვნებს. The 76 members of Guinea, Azerbaijan, Bosnia and Herzegovina